მოგესალმებით მეგობრებო ჩვენს ახალ ვლოგში. დღეს ჩამოვედით მე და ეს ბიჭი. მილანიდან სანტორინში. ვისაც წინა ვიდეო გაქვთ ნანახი, მიხვდებით რომ ეს არის ჩვენი ზაფხულის მოგზაურობა. უბრალოდ მოგზაურობის მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი იყო ვენეცია და მილანი. გვინდოდა რომ რაიმე ახალი გვენახა, უფრო ტურისტულად, ბევრი რო უნდა იარო და დაათვალიერო და ასე შემდეგ და სათვალის გარშეც შეიძლება. მეორე ნაწილი გვინდოდა რომ ყოფილიყო უფრო დასვენების და ამიტომ პირველ გაჩერებად ჩავსვით სანტორინი, ადგილი სადაც ვართ ნამყოფი 3 წლის წინ და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ჩვენზე რომ გვინდოდა რომ კიდევ წამოვსულიყავით და მგონია რომ სანტორინი არის იდეალური სულიერად დასვენების ადგილი და ზუსტად ამას ვამბობდით 3 წლის წინაც და ეხლა როგორც კი დავდგით ფეხი სანტორინის კუნძულზე და უფრო ზუსტად როცა სასტუმროში შემოვედით, მაშინ ერთხმა დავღნიშნეთ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენს მოგზაურობაში ჩავსვით ეს ლოკაციაც და ეს კუნძული. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ და ეს სიწყნარე და ზღვის ხედი არის იდეალური. ეხლა დავურთავ კადრებს, თუ როგორ მოვედით, რა გზა გამოვიარეთ, ჩვენებთ სასტუმროს კადრებს, ოთახის ნომერს, საკმაოდ კარგი ოთახი დაგხვდა. წინაზე როცა ვიყავით, მაშინაც მომწონდა მე ის ოთახი, მაგრამ ნიკამობს რომ ეს ოთახი ჯობია. აქვს თავისი პატარა ტერასა, აქვს ულამაზესი ხედი ზღვაზე, აუზზე, საკმაოდ დიდი ოთახია, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომერია, ძალიან სუფთა, მოწესრიგებული და არ ვიცი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ყოველთვის ამ სასტუმროთი. ერთადერთი განსხვავება არის ლოკაციაში, ეს არ არის იაზე, არის ფირაზე, თუმცა ფირაც ისეთი სანახავი ადგილია, როგორიც ია. შესაბამისად, თუ ხარ იაზე, ერთი დღე მოდიხარ ფირაზე და თუ ხარ ფირაზე, ერთი დღე აუცილებლად მიდიხარ იაზე. უბრალოდ ეგ ადგილი, რასაც ჩვენ ოიას ვეძახით ტურისტები, არის ზოგადად ძალიან ჰაიპში და მე მგონი რომ ეს ხედი რაც ამ სასტუმროს აქვს და ეს შენობები და თეთრი და ცისფერი ამბები რაც არის სანტორინის მთავარი ნიშა, აქაც არის. რაც შეეხება ფასს, ოიასთან შედარებით ბევრად ნაკლებია. მე პრინციპში რაც მინახავს შარშან და წელსაც რასაც გადავხედე, 300-400 ფასები. არ ვიცი, შეიძლება იქაც იპოვოთ რაიმე სასტუმრო, მაგრამ აქაც ძალიან ძვირი ღირს სასტუმროები და არ ვიცი, ჩვენ ამ სასტუმროს მოვაგენით და ვაპირებთ რომ მომავალში სულ აქ ვიაროთ. კარგი ადგილია, ირგვლივ აქვს რესტორნებიც, ჩვენ ადრე არ გავსულვართ ახლო-მახლოს, თუ მივდიოდით იაზე და მოკლედ არ ვიცით ირგვლივ რა ხდება. პრინციპში 3 წელი გავიდა და შეიძლება ბევრი რაღაც გაიხსნა კიდევაც და მოკლედ დღეს ვაპირებთ რომ აქვე შემოვიაროთ, ვნახოთ რა რესტორნებია, რა ხდება და შემდეგ გადავწყვეტოთ, სად შევჭამთ. ამიტომ ეხლა ეს ჩემი საყვარელი ქმარი სანამ გაგიჟდა, ავდგები ეხლა მე აქედან და წავედით ერთად. ეხლა გავედით სახლიდან. წადი. აი რა ხედი გვაქვს. აი რა ხედი გვაქვს და ჩვენ წავალთ ეხლა საჭმელად. დინევრე ესეთი სიმპათიური ბიჭი, აღაბიმო. ჩანთა დამრჩა. წამოიღე გასაღები? კი. 64 დედამიწაზე არის ესეთი. ჩემთვის და თქვენთვის არ ვიცი. მიკა სანამ სასტუმრომდე ავალ მომშვიდება მეორედ. Google Map-ით მივყავარ ხალხო, აი კაცშვილი არავინ არ ჭეჭანებს, არაფერი არ ხდება. რამე არ შეგვჭამოს, თორემ მე ჩვენ აქ ვერამე ვერ ვერ გეგონა? აი მე იმდენი ვიარე ხალხო Google-ის რუკით და თურმე ყოფილა სასტუმრო, ჩვენი სასტუმროს ზუსტად წინ. ეს რესტორანი, უბრალოდ სასტუმროში არის რესტორანი. ხო და ახლა ამ სასტუმროსაც განახებთ. ზუსტად ჩემი სასტუმროს წინ არის და არის ერთი როგორ ვთქვა, ერთი 3 სასტუმრო აქ მიმდებარედ არის ერთი მეპატრონის. მათ შორის ესეც მაგათია. მომაღწიეთ ხალხო მოგილოცი. ასჯერ გავუარეთ ამას. თურმე ეს ყოფილა. სასტუმრო ახლა სადაც მოვედით საჭმელად არის ზუსტად ჩვენი სასტუმროს პირდაპირ. ერთ და იგივე მეპატრონის არის ეს ორი სასტუმრო და კიდევ მე მგონი გვერდით რამოდენიმე არ ვიცი ზუსტად. არ ვიცი აქ ორი ფასები ღამის რა ღირს, მაგრამ
არ აქვს ზღვის ხედი. აქვს უბრალოდ ძალიან შორი ხედი აქვს ზღვაზე. თუ იაფიაღირება, აქაც რა თქმა უნდა ღირს. მაგრამ თუ ძალიან ცოტა განსხვავება არ ღირს, იმიტომ რომ ბუნებაც არ არის, ხედიც არ არის, ესეთი სივრცეა, სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ აი ჩვენ შემთხვევაში მაინც თანხას იხდი და არ გენანება, იმიტომ რომ გაქვს იდეალური ხედი, სურათები, ვიდეოები, საუზმე, მზის ჩასვლა და ასე შემდეგ და კარგია, მაგრამ მოკლედ ესასტუმროც არის აქ რო რამე პელე ცოცხალი ხარ, როგორ მომენატრე. ფალაფელის ვრაპი და ნიკუშას ბურგერი. ნებართვას გაძლევ დაიწყო ჭამა. ძალიან გემრიელად ჭამა, მგონია რომ ცხოვრებაში პირველად ჭამა ესე გემრიელად, არ ვიცი. ვრაპი იყო ფალაფელის არანორმალურად გემრიელი და ბერძნული სალათი. იტალიურად ბერძნულად. არის სასტუმრო ახლა სადაც ვჭამეთ. აი ეს არის ჩვენი სასტუმრო. ძალიან კარგია. სხვა შორის აი ჩვენს სასტუმროს აქვს ასევე ავტობუსის მომსახურება მიყავს ფირაზე, ქალაქის ცენტრში, ანუ სადაც ასევე სანახაობები არის, ისევე როგორც იაზე. აფხარისტო. ის ჩასვლას მოუსწარ. სანტორინი. Nina. Είμαι στα πάνω μου, όλα είναι τέλεια. Ο έρωτας μωρό μου είναι ψυχετέλεια. Κολός ο κόσμος ξαφνικά γεμίσει χρώματα. აი ესეთი სილამაზეა და აი ამ სილამაზეს მინდა რომ ვუყურო მაქსიმალურად დიდი ხანი. აი ამიტომ არ მინდა ამ სასტუმროდან გასვლა და ბევრი ბოდიალი ქუჩებში, იმიტომ რომ აი ამაზე ლამაზ სანტორინში ვერაფერს ვერ ვნახავთ. ძალიან ლამაზია. ყველა გამოდის აივანზე. დღევანდელ დღეს აქ დავამთავრებ და ხვალიდან დავიწყოთ თავიდან უკვე აუზი, გარუჩვა, ტიკ ტაკ ტუკტუკები. ავედით ახლა მივდივართ ფირაში, რომელიც ოიასავით არის და თან დაგათვალიერებთ, განახებთ ჩვენ სასტუმროსთან ძალიან ახლოს არის. თუმცა სასტუმროდან არის ტრანსპორტირება და ჩვენც მივყვებით. ძალიან მაგარია მოგზაურობა. მოვედით ფირაზე. რაღაც ანკაი რაღაცები ჩანს. ბოულების მუზები, ჯუსბარი. მოკლედ ძალიან კარგია, იმიტომ რომ მარტო ეს ლაქშერი კაფეები არ არის ტრაფიკობის ობიექტები, ძალიან ბევრი ყოფილა მე არ მახსოვს და რო არ მოგატყუოთ. ჩვენი სასტუმროდან არის დაახლოებით 3 კილომეტრი, 2 კილომეტრი ნახევარი. წავედით ახლა გავისერნოთ და ვნახოთ დავათვალიეროთ აქაურობა. ზუსტად აი ამ პირეუსთან მაქვს ჩვენთან სურათი გადაღებული შენთვის. აი კიდევ მეგობრებო სუბლაკები, ჟელატო არის იქეთ, კოქტეილი. იარე აღაპი. აღაპი მუ, იარე აღაპი მუ. ეს არის ვულკანი და ჩვენი სასტუმრო არის ცოტა იქეთ, საიდანაც უყურებს პირდაპირ ვულკანს, აი ყურეს შიგნით პირდაპირ უყურებს და ეს არის უფრო გვერდი და ხედი. ძალიან ახლოს არის ამის თქმა მინდა. აქედან და ესეთი ულამაზესი ადგილია აქ.
იგივე არის ოიაზეც, მოკლედ ზუსტად ამ რაოდენობის ან ამაზე მეტი სახლები, რესტორნები, აუზიანი სასტუმროები თუ აპარტამენტები და ის ეკლესია, რომელიც არის რაღაცნაირად ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ალბათ სანტორინის, სადაც ყველა იღებს სურათს. ლამაზი, ლურჯი, თეთრში ეკლესია. ეგეც გექნება თავისუფლად ნანახი. ასე რომ საბოლოოდ ამით იმის თქვა მინდა, რომ თუ იცხოვრებთ ფირაზე, წახვალთ ერთხელ ოიაზე და იქაურებას დაათვალიერებთ ინტერესისთვის, თორე დიდად არაფერი ასანახავი ისეთი, რასაც აქ ვერ ნახავთ, მოკლედ ახალს იქ ვერაფერს ნახავთ, უბრალოდ უფრო სხვა კაფეები, სხვა რესტორნები, სხვა ხალხი, სხვა ქუჩები, თორე სტილი და ყველაფერი ერთნაირი. ამიტომ მოკლედ ეს არის სანტორინი, ფირა და ოია. სანაპიროებზე მოხვედრა ვფიქრობ არ არის მარტივი, არასდროს არ მქონია ამის ინტერესის შესაბამისად, არც მომიძიებია, მაგრამ რაც ვნახე უბრალოდ როგორ მაინტერესდა როგორი ესენი იყო სანაპიროები, მოკლედ საბერძნეთისთვის შეუფერებელი. მე უბრალოდ ეგეთი ზღვა არ მიყვარს. არის ქვიანი, შესაბამისად მუქი. იქნება ძალიან სუფთა, მაგრამ ჩვენ მედანიკას მოკლედ ცოტა ის გვაქვს ზიზღი და შიში ზღვის წყლის არასი სუფთავის და ამიტომ ჩავდივართ ხოლმე მარტო ძალიან სუფთა კამკამა წყალში, როგორც იყო კრეტაზე, ბალოსზე, როგორც არის აიანაპაშის მაგალითად ერთი სანაპირო. ამიტომ არ გვაქვს ხოლმე დიდად ზღვაზე ჩასვლის ინტერესი, შესაბამისად არც ვაპირებთ რომ წავიდეთ. ესე ვიბოდიალებთ, შევჭამთ და რაც მთავარია, სასტუმროში გავატარებთ ბევრ დროს სიწყნარებში, სიმშვიდეში, რომ დავისვენოთ. აქედან ვხედავ, რომ ჩემი საყურეები ძალიან სასაცილოდ გამოიხურა. აი, შემოვედით შიდა სივრცეებში, სადაც ჩრდილია გრილად შედარებით, იქაც ძალიან ცხელოდა, მოკლედ არანორმალური სიცხეა. რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ვერ ვიტყვი რომ ცოტაა, სანტორინი უკვე სეზონია და ცოტა ვერ იქნება, თუმცა არც ძალიან ბევრია, ძალიან ნორმალურად შეგიძლია გადაადგილდე ამ ქუჩებზე. ყველა რესტორანში არის ადგილი და ამიტომ საკმაოდ კარგი პერიოდია. ჩემი აზრით იდეალური პერიოდია, ხო ჩვენ ვერ ვირჩევთ ნიკას დასვენებები როგორც აქვს, ისე მოვდივართ დასასვენებლად ყველგან. შესაბამისად, მაშინაც ამ დროს ვიყავით, ეხლაც ესე მოგვიწია და არის ძალიან სიცხე, ანუ ის რომ ჰაუსში ჩახვიდე, რუჯი მიიღო, ყველაფერი იდეალური ზაფხული სამინდებია. მერე ივლისი-აგვისტო წარმოდგენა არ მაქვს რა სიცხეები იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა გული შეგვიწუხდა იქეთ რომ ვიხავით. ინტერნეტში ვნახეთ რაღაცა ტავერნა, რომელშიც დადიან და არც რა ვიცი რამდენად კარგია ესეთი ტურისტული ადგილების საჭმელი, მაგრამ ცუდი არასდროს არ გვიჭამია რა ვიცი საბერძნეთში და გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ იქ. მაგრამ ხოდა მიკელის ყავას დავლევ. ძი? ხო. ცოტა დამისხე. მაშინ აქედან დაწუოთ? საწურკი მოაკანია. მე მოყოს გაგიყო. მაგიტო გისხავს. არა, მეტი არ მინდა. ბერძნული ლუდი მითოსი. მოვიდა ჩვენი ბერძნული სალათი, პური, ველოდებით იემისტას და steaks. ეკა გადაშეკნაზული. კარტოფილია ძალიან გამიგია. ამასობაში ეს რესტორანი აიფსო.
ჩვენი მესამე დღე სანტორინში. დღეს რაც გავაკეთეთ, საინტერესო არაფერი, მაგრამ ვისაუზმეთ. შემდეგ ვიყავით აუზზე ცოტა ხანი, ძალიან ცხელა და ვერ ვჩერდები მზეზე. კიდევ რაც ყველაზე მთავარი იყო, ეს არის ჩვენი გეგმების ცვლილება. წინა ვლოგში ხომ გითხარით, რომ ბოლო წამის ადამიანები ვართ და როგორ სპონტანურად დავგეგმეთ ეს მოგზაურობა. და დაახლოებით ეგრე მიმდინარეობს, რადგან სანტორინის ჩასვლით დაგეგმილად წამოვედით, თუმცა შენ ბოლო 5 დღე არ გქონდა ესე ზუსტად დაგეგმილი რა თვალსაზრისით სასტუმრო არ გქონდა დაჯავშნილი არც სალონიკში, არც ჰალკიდიკში, მაგრამ გეგმის მიხედვით იდეაში 8-ში უნდა წავსულიყავით. სალონიკში ჩავფრენილიყავით და პირდაპირ წავსულიყავით ჰალკიდიკში 3 ღამე და შემდეგ 2 ღამე 2 დღე გავჩერებულიყავით სალონიკში და მოვფრინავდით უკან. მაგრამ ეხლა გადავწყვიტეთ დღეს რომ არ წავიდეთ ჰალკიდიკში, სანტორინში ვიქნებით და სალონიკში +1 დღე გამოდის. სალონიკშიც უკვე დავჯავშნე, სადაც ჩვენ ცხოვრობდით ბოლო 1 წელი. ხო და საბოლოოდ ესე შევცვალეთ ჩვენი გეგმები, გავახანგრძლივეთ აქ ყოფნა, მაგრამ სალონიკი მაინც ვერ გამოვტოვეთ და არ გამოვტოვეთ, იმიტომ რომ უკვე ბილეთებიც ნაყიდი გვქონდა, მაგრამ ხო თავიდანვე პრინციპში ჩვენი მოგზაურობა სალონიკსაც მოვარგეთ და მაგიტომ მქონდა ჰალკიდიკი გათვალისწინებული ჩვენს მოგზაურობაში, რომ სალონიკთან ახლოს ცოტა ხანი ზღვაზე დაგვესვენა და შემდეგ მეგობრები გვენახა, გვესეირნა და ძველი ყველაფერი რაც გვენატრება და 1 წელია უკვე სალონიკში არ ყოფილვართ, მოკლედ გაგვეხსენებინა. რას ფიქრობ, რა ვჭამოთ ან საძვენებო, რა შავი ხო? აქ ვჭამოთ. შენ ფალაფელი ჭამე, მე სენდვიჩი ჭამ. აბა ფალაფელი მინდა. შეიძლება ფალაფელი. ფალაფელი. თან ბასეინზე გავიცურავთ. Kalimera, Georgia Tikanetes. გამარჯობა მეგობრებო, დღეს არის მორიგი დღე სანტორინში. და მე ისევ ეს კაბა მაცვია, რომელიც არის ძალიან პრაქტიკული, ძალიან ზღვისთვის შესაბამისი. წლები ესეთი კაბა სარაფანას, რასაც ვეძახდი თუ სარაფანი, არ მქონია დიდი ხანია და წამოსვლის წინ შემთხვევით H&M-ში შევიძინე და მასია მომნა, რასაც ქვია ეს დღეები. ავდექით ვისაუზმეთ. გუშინ არაფერი არ გაგვიკეთებია საერთოდ. აუზზე ვისადილეთ გუშინ ნახეთ კადრებში და შემდეგ გავბოდიალდით საღამოს, თან ვამონტაჟებდით TikTok-ის ვიდეოებს აივანზე ვიჭიქი და არაფერი არ გამიკეთებია. წავედით Lidl-ში, კამერა დამრჩა, ვერ გადავიღე. ძალიან ახლოს ყოფილა ამ სასტუმროსთან Lidl-ი და თუ აქ მოხვდებით ვინმე, მართლა ძალიან კარგი ადგილი ყოფილა, არ ვიცი, მაშინ როცა ჩამოვედი 3 დღით ადრე რო ვიყავი, რატო არ გამიდგამს ფეხი ამ სასტუმროდან, არ ვიცი. ტაქსით ან ავტობუსით, სასტუმროს ავტობუსით მივდიოდით ხოლმე ოიაზე და ფირაზე და აი აქ რა ხდებოდა არ ვიცოდით. თურმე რამდენიმე ყოფილა წინ პატარა მარკეტი იყო ვიცოდი, მაგრამ აი ძალიან ახლოს არის Lidl-ი. ფირაც ძალიან ახლოს ყოფილა გუშინ Lidl-ისკენ რო წავედით უკვე ჩანდა ფირა და რადგან გავახანგრძლივეთ ჩვენი აქ ყოფნა რაღაცეები, რაც სასტუმროში არ არის, ესეთი რაღაცეები ვიყიდეთ და ეხლა როგორც გითხარით დილიდან ეს რა მის კაი ღვინოსავით მიჭირავს ეს სამტერი დაგიცალოთ. და ძალიან მოკლედ მთელი დღე აუზზე უნდა ყოფილიყავი და მთელ ამბავში და დასვენება, მაგრამ გადავწყვიტე რომ მე გული რომ არ დამწყდეს ხო, გადავიღე ვიდეოები, კონტენტი, რაღაცეები, რომ შემომჭრე სამახსოვრადაც TikTok-ისთვისაც, Instagram-ზეც თავდებ და ცოტა გავხალისდები მე რომ გადავხედავ ამ ვიდეოებს. ეხლა მივდივართ coffee shop-ში, რომელიც Lidl-თან ძალიან ახლოს არის და შესაბამისად სასტუმროსთან ძალიან ახლოს არის და გვინდა რომ ყავა დავლიოთ. ყავა სასტუმროშიც კია, მაგრამ რა ვიცი, გვინდა რომ ცოტა გავისეირნოთ და რაღაცა ვიბოდიალოთ და წავიდეთ ეხლა ვნახოთ ის coffee shop-ი. და მინდა Freddo espresso, metrio, sketto-საც ვსვა, მაგრამ უფრო metrio მირჩევნია. ანუ შაქრო და საშუალო ტკბილი, მე ვსვამ metrios საშუალო ტკბილს. Ένα Freddo espresso, metrio paragalo. ეს შემიძლია თქვა ბეწნულად. ადექი აღაპი μου πάμε. ნიკა. კი, წავიდოთ.
A ti no morfielada, que me χронιά, que me cría, πάντα έτσι ο ντόρτζი. უსმენთ მაგ სიტყვას, ვინც არ იცით, ჩაწერეთ კალიმერა YouTube-ზე და ძალიან გაერთობით მაგარია. ვიდეოები უნდა გადაიღო? ცოტა. ანუ სხვადასხვა უნდა ჩაიცვალა, იმიტომ რომ 6 დღე ეგ მაიგა გაცვია. მე მომიძებე. რა მოგიძებე, ავატყობ ხო ხა? მე გუშინ მეცვა ეს და შენ ერთი კვირა ეს თეთრი მაიგა გაცვია და გამოიცვალა. აი მე რა კარგი ბიჭია. იქ არ ვიცი ჩანს თუ არა, მაგრამ არის Lidl-ი. აქედან უკვე ჩანს logo. აი აქ არის fashion house-ი. ჩინურ დასმელის ალბათ. აქვე არის აფთიაქი. ძალიან ბევრი რამე ყოფილა ჩვენ სასტუმროსთან და არ მწოდნია. იქას ეშინე რომ მანქანა არ დამეჯახოს და ამ გზაზე რომ მივდივართ, სულ მეჩხუბება. გადმოდი. აი და მგონია. აი უკეთესიც ვიცი, ცოტა იქეთ და იქეთ წავიდეთ მაშინ. დაკეტილი იყო და ახლა წავიდეთ მეორე კაფეში. კიდევ ერთი ჩვენი სასტუმროს იქეთ, მგონი სპეციალს არის, მაგრამ სხვა რა გზა გამოვედით და წავიდეთ. მომაზია. რავიოლი, ტრუფელის соуსი, ძალიან კარგი სუნი აქვს გემო, არ ვიცი და ისპანახის და რიკოტას შიგთავსით და ეს არის პომიდორი და ბუფალო ან მოცარელა ზემოდან. ბაშტის გემოც აქ და სტაფილოს გემოც. ესეც ჩვენი ბოლო დილა სანტორინში. ბარკს შევკრავ, გუშინ ღამე ჩავალაგე ყველაფერი და ნელ-ნელა გავაკეთებთ check-out. ცოტა ხანი მოგვიწევს სასტუმროში ლოდინი და შემდეგ უკვე აეროპორტში წასვლა. არ ვიცი ნიკასად გაცივდა თუ რამე ვირუსი აიკიდა, მაგრამ ეს ბოლო 2 დღე ვერ იყო ნამდვილად კარგად. ცოტა ახველებს და დიდი ხანი სალონიკში ვერ ვჩერდებით, რადგან სრულდება ნიკას შვებულება. და მოკლედ 2 ღამე 3 დღე გამოდის სალონიკში. დღეს საკმაოდ გვიან ჩავალთ 7 საათზე. და ალბათ დღეს დიდად ვერაფერს ვერ ვიზამთ, შეიძლება გვიან გავისერინოთ უბრალოდ. არისო. ვედით აეროპორტში, ველოდებით რომ დაიწყოს ჩვენი ჩეკინი და ჩავაბაროთ ბარგი. ესეთი ამბავია სანტორინში. ყველა მიდის, ყველა მოდის. აი ვითო არაფერი, აქედან არის 1 საათის ფრენა. საათი და 40 წუთი ვარ და ათენის აეროპორტში და მე იქედანაც არის 55 წუთიანი ფრენა. მაგრამ მაინც 3-ზე გავდივართ და 7-ზე ჩავდივართ. მოდით დავლებთ ხალხს და მე ჩავაბარებთ პარკს და გავივლით check-ins და control security.